ყველას მოგესალმებით. მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი ხართ ძალიან კარგ განწყობაზე. მოკლედ რაღაცებს ვალაგებდი და გადავწყვიტე რომ ესე მოულოდნელად გადამიღო ვიდეო. მოულოდნელად რა ყავა გავიკეთე, იმიტომ რომ ცოტა ხასიათზე მოვიდე. თან რაღაცები უნდა დავალაგო კარადა და გადმოვაწყე. რაღაც ახალი ნივთები მაქვს და მოდი გადავიღოთ რა ვიყიდეთ. და თან თქვენ გიყვართ ესეთი ვიდეოები, ახალი ნივთების დათვალიერება. და მეც მიყვართ ესეთი ვიდეოები. ხო და გადავიღოთ. ასე თქვით. მარიამი როგორ მიყვარს? მარიამსაც უყიდე რაღაცაები, მარიამი მის დასწრებებსაც დაგათვალიერებინებთ. მეც მიყვარს. შენც გიყვარს ხო? მე და შენ გადავიღოთ იდე, კაი? სანამ აი აქ გამოვიღე, აი ქვეყანა რაღაცეები მაქვს ნაყიდი ახლები და ხო, მარიამსაც უყვარს გადავიღე. აქეთაც არის რაღაცეები, მარიამის დასწრებები. და მოკლედ გაჩვენებთ. და სანამ დავიწყებთ ვიდეოს, მინდა რომ აი ეს გაგიზიაროთ. უბრალოდ ვინც იყენებთ, მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ ეს ვიყიდე ავერსში, ეხლა ვიყიდე. ჯერ არ დამიტესტავს და ამიტომ ჯერ არ გირჩევთ იყიდოთ, თუ გამოვიყენებთ, რო გამოვიყენებ და თუ მომეწონა, მე გირჩევთ, მაგრამ აი ისეთი მაგარი სონია ქოქოსისა. ეს არის შეღებილი თმის შამპუნი. არის 750 მილილიტრი და სხვათა შორის ფასტაკლება ავერში 22 თუ 25 ლარი ღირს და ეხლა არის ძალიან მაგარი ფასტაკლება, 40%-იანი, 50%-იანი ფასტაკლება არის. ეს არის 400 მილიგრამიანი, ესეც ქოქოსის არის და ეს არის შეღებილი თმის, ეს არის ბალზამი. და მოკლედ, არ ვიცი, ამის დატესტვას ვაპირებ, ბიფაზი ქვია. და სხვათა შორის უცხოელი ვლოგერები ძალიან აქებდნენ ამ ბრენდს და არ ვიცი, მეც დამაინტერესა და ეხლა თან ბოლო დროს რაღაცნაირად ცოტა გამომშრალი მაქვს თმა და ძალიან იშვიათად ვიღებავ, იმიტომ რომ ცოტა დამწვარიც მქონდა და მოკლედ ნახოთ როგორ გამოგვადგება. მოკლედ თუ ძალიან კარგი გამოდგა, ნახოთ აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს და გირჩევთ, ჯერ არ იყიდოთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ფასტაკლებაა, თუ გინდათ იყიდეთ. მერე რო არ იყოს. ხო. მოკლედ გამოვიწერე ეს სათვალე, რომელიცაც უკვე ვიყენებ და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ეს მრგვალი სახე რომ აქვს უფრო აი ესეთი ან ესეთი პატარა სათვალეები მიხდება ხოლმე, ან ესეთი რაღაცნაირი ცოტა წაგრძელებული. ძალიან მომწონს და ძალიან საყვარელია. ესენი თმის ფერს უხდება. რაღაცნაირად კარგ ხასიათზე ვარ. თქვენ რა შვებით, დამიწერეთ კომენტარებში, მომენატრეთ, რამდენიმე ძალიან წერს ხოლმე, რომ სად დაიკარგე, გადაიღო და რაღაცნაირად ეს ბოლო პერიოდი არ მქონდა ხალისი რა ვიდეოების გადაღების და ეხლა რო ვალაგებდი, მეთქი მოდი გადავიღოთ რა ვიყიდეთ, თქო და. სხვათა შორის ეს თეთრი ეს საბაზისო მაისური ვიყიდე და ძალიან მომწონს, თან ძალიან კარგი ხარისხია. აი ესეთია. ხო. აი ესეთი ვარდისფერი მაისური, რომელიც არის oversize და ძალიან ლამაზი ფერია. მოესეთი ნახატები ხო ძალიან მიყვარს და რაღაცნაირად მე მგონი მიხდება, იმიტომ რომ ზოგადად ვარდისფერი ძალიან მიხდება. ვარდისფერი ყველას უხდება. აი ესეთი. ძალიან ისეთია რა, ლამაზი ფერია ძალიან. ეს კიდე ერთი თეთრი ჩვეულებრივი ესეთი მაისური, რომელიც უფრო რაღაცნაირი დავარდნილია. ეს ცოტა მყარია, იმიტომ რომ ეს თლიანად ბამბაა, ხო და? სათვალეს რა? გათხოვო? კაი, ოღონდ არ გამიტეხო. ხო, კაი, ჯერ მე გადავიღებ და მერე, კაი? ესეთი. კაი, ჩემო ლამაზო, ესეთი თეთრი მაისური. ხო, კიდე აი ეს თეთრი მაისური, ეს ლოევესი, რომელიც ძალიან ლამაზია და ეს ცოტა სქელი და რაღაცნაირი აი მყარი ნაჭერია. ემის ზომა უკვე ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ზოგადად ესეთი მაისურები მე მიყვარს, როგორ გითხრათ, ცოტა დიდი ზომების პატარაც, ანუ
ისეთია რა, ყველაფერზე რო ჩაიცმევა და ძალიან ლამაზია. ეს ხო, კიდე. აი, აქ ქონდა ასეთი მაისური გამოვიწერე კიდე ესეთი ტომი ჰილფიგერის. გიждები ამ ბრენდზე და ძალიან მიყვარს. აი ესეთია, ძალიან კარგი ხარისხია, აი. ძალიან ესეთი. ესაც ყველაფერს მოუხდება. ისეთი ძალიან ლამაზი ამოჭრილი გული აქვს და მოდი ამ მაისურებს ჩავიცმე და გაჩვენებთ. აი ესეთი. ნახეთ რა ლამაზია თან რუჩს როგორ უხდება. ძალიან მომწონს. ემის ზომა სიგრძეც საკმაოდ ესეთი აქვს. და რავი, ჯინსებსაც მოუხდება ყველაფერს პრინციპში. ძალიან ლამაზია. ხო. ესეთი მაისური. ესეც ყველაფერს მოუხდება. თეთრი მაინც ისეთია, ესეც შეიძლება პრინციპში. ერთი ლამაზი მაისური. ესეთი მიკი მაუს მაისური, რომელიც საკმაოდ დიდია, ნახევრია. მაგრამ ძალიან მომწონს. სტანდარტული ზომაა ეს არ იყო ზომებში. ესეთი ერთი ზომა იყო, მაგრამ აი რავი, ძალიან მომწონს, ძალიან სიყვარელი ფერია. ეს ფერი ძალიან მიხდება სახეზე და ნახეთ რუჩს როგორ უხდება ვარდისფერი. Da. Kaydı. Okay, morçacı. Tamam da kay. Ha, avadavlıyor. Chico. 1, 2, 3. Ay, aynı chico da. ხო. ეს კიდე გამოვიწერე ჩემპიონის ესეთი ორიგინალი ესეც. ეს ვასტი ვარდისფერი. ძალიან მაგარი ხარისხი ჩამოვიდა და ძალიან მომწონს. ფერის ნახეთ, ყველა ვარდისფერი არის სხვადასხვა ფერი. აი ესეთი. მოდი. ესეც ნახოთ. თმები და მე უხდა. აი ესეთი. ესეც ვფიქრობ, რომ ყველაფერზე წავა. ესეთია. ლამაზი ფერია ძალიან. ეს შორტი წინაზე გამოვიწერე და ისე მომეწონა, ძალიან კარგი ხარისხი ჩამოვიდა. ხო და ესეთი შორტები გამოვიწერე კიდე 2 ცალი. შავი ხო? ხო. ესეთი ხო მქონდა შავი, ესეთი. და კიდე გამოვიწერე 2 ცალი. ესეთი. და მწვანე, ნახეთ, მწვანეც რა ლამაზი ჩამოვიდა, ძალიან ლამაზი ფერია მართლა. მე ხა გასაუთავებელია. აი ესეთი. იასამნის ფერიც იყო და ვარდისფერი და მე ისინიც უნდა გამოვიწერე, იმიტომ რომ ძალიან პრაქტიკულია სახლში ზღვისთვისაც ძალიან კარგი იქნება. ნუ ესეთია რა. ეს თითასმებით არის. ხო. ეს ცოტა სქელი არის, მოდი ამ თეთრ ჩავიცვამ ისე. მოკლედ. როგორ დამემუხტეთ, მაგრამ მატენიანებელი მისვია და აი უკვე თეთრები მაქვს. ხო, გავაგზავნოთ. ეს შორტები მოკლედ ძალიან ლამაზია, კიდე ესეთი ჯინსის შორტი. აი ესეთი ძალიან მაგარი ფერია. ესეთი. დიახ, ჩავიცვამ. აუ, ჩამოვანეტა. აი ესეთია. ამ ფერია ძალიან ლამაზი. ხო. და კიდე გამოვიწერე
აი ესეთი ქამბები, ჩვეულებრივი. მეთი ესეთია. ეს ძალიან კარგი ხარისხია და ნუ ეს სტანდარტული ჩვეულებრივია. ეს ამ შორტს პრინციპში შეიძლება მოვხდეს ეს. კი, ეს პროცენტა კლასიკური შარლისთვის გამოვწერე. Pro კლასიკურს მოვხდება, ეხლა ესე ჯინსის იმას, რავი, არ მგონია, რომ ძალიან დებილობა იქნება. ხო. კიდე აი ესეთი ვარდისფერი შორტი. დასალამაზიფერია. აი ესეთი. გვერდებზე ესეთი დეტალები აქვს და აბა ეს გავისინჯეთ როგორ იქნება. აი ესეთია. ანუ კაია რა, სხვისთვის. მან სახში ჩასაცმელა. ისეთია, ზღვის ნაჭერია რა, აი კუპალიკის ზეამოსაცმელი ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ მაზიფერია მომწონს ძალიან. აი ესეთი საცურაო კოსტუმი. ვარდისფერი. ისეთი ძალიან ლამაზი ფერია ეს. დეტალები აქვს წინ და ეგ ჩიკო წაიყვანე იქით ხო? კაი? არ ესროლო არაფერი და ეთკინება. ესეთი. აი. შენ ხარშია? კი. შეიძლება რა, კუპალიკსი ამოსაცმელი ძალიან ლამაზი ფერია. ესეთია. და უკან ესეთი. და წინაკ ესეთი დეტალები აქვს. ეს მუცელზე ანუ როგორ რაღაც სხვა ფერი ჩანს მგონი. აუ ეს ფერი როგორ მომწონს. ეს ჩავიცვა ჩემი შორტი. მაისურები რა ჩავიცვით, მა როგორ დამემოხტა. აუ ესეთ ვიდეოები ძალიან მომწონს და ხო არ გადავიღოთ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ეს არის. ეს რა? ის არის. ეს პატარა თმის უფროს ამოგზაუროთ ჩოლკებისთვის, იმიტომ რომ ჩემი ჩოლკები სულ დახვეულია ძალიან. და მაგისთვის გამოვიწერე ეს და სხვათა შორის ნუ კაია რა აწავა. პატარა ადგილსაც დაიკავებს. ეს ჩანთა ცოტა ხნის წინ გამოვიწერე და უკვე ძალიან მგონია ხურდები მიყრია თუ ხომაურობს. ეს შანელის ძალიან კარგი ხარისხის ჩანთა. ისეთია. ყველგან რო ატარებ, ეგ ესეთი ჯიბით არის. ესეთი ძალიან ლამაზი გადასაკიდია აქვს და ზომაც ძალიან პრაქტიკულია. ძალიან მომწონს და სხვათა შორის ძალიან კარგად ვიყენებ ესეთ ჩანთებს, ასეთი ზომის აქვს რა. არ გამძიმებს, საფულე ჩააგდე მარიამისთვის პატარა წყლის ბოთლიც ეტევა ხოლმე. ან ეკლესიაში რომ მივდივარ ხოლმე. შარფი რო ჩარდო, სანთლები რო წამოიღო, ან სებისკვერი. ესეთია რა, აუფერი ეტევა. ესეთი ეს გამოვიწერე ტრენდიორიდან და ძალიან კარგი ხარისხები ჩამოდის ხოლმე. აი ესეთი ძალიან კარგი ხარისხის. აი დე, აშიაშინო. თან ეს აი ესეთი კარგი მყარი ის აქვს ბეზინი არის აქ. კაი, ჯერ არ ჩავარტყა, შეეშინდე. ესეთი. ეს ამის ჩაცმა მეზარება, იმიტომ რომ დამცხა. კონდიციონერია ჩართული, მაგრამ ისინი რო ჩავიცვი დამცხა. გამოვიწერე, იმიტომ რომ ბოლო დროს ისევ კალორიულ დეფიციტზე ვარ. ხო, ეხლა ვისაც გაინტერესებთ ამ წონაზე. როგორც ისიც 21 კილო მქონდა დაკლებული, 80-დან ჩამოვედი 59 კილოგრამამდე და მე ისევ მთელი ზამთარი არ გამიკეთებია, ხან ერთი კვირა ვიცავდი, მე ისევ არ ღვევდი და დავიკელი, კი არა და მოვიმატე 7 კილო. 67 ვიყავი. 66 ესე რა.
ხო და როგორც იქნა, ახლა ისევ გავაგრძელე, ერთი თვეა უკვე, ჯერ არც არის ერთი თვე სრულად. ვაკეთებ ისევ კალორიულ დეფიციტს, მაგრამ ამასთან ერთად მე რადგან ცომი და პური მასუქებს და ტკბილს ცოტა ვჭამ ხოლმე, ისიც კალორიებში ვუშვებ და ის რა ქვია, ანუ პურს არ ვჭამ რა. ძალიან იშვიათად ალბათ, კვირაში ერთხელ თუ შევჭამ პატარა რაღაცას. და დავიკელი რა 60 კილომდე ჩამოვედი, ხო და ჩემი რეკორდი ხო იყო 59 კილოგრამი და ხეხლა მინდა რომ ისევ ჩამოვწდე 60 ვარ და მოკლედ როგორც იქნა სანამ ზღვაზე წავა 60 უნდა ჩამოვწდე რა. ხო და 60-ს ჩამოვწდები, მე ზღვიდან რომ ჩამოვალ, მე უკვე ისევ გავაგრძელებ და მინდა რომ ახლა წლამდე ეს 10 კილოს დავიკლო და 50-მდე ჩამოვიდი, არ ვიცი იმედი მაქვს. ხო. და რატო ვიძახი ხა? რატო ჩავაკო ხე ეგ ამბავი, აი ესეთი ის გამოვიწერე. ეს თვლის სხვათა შორის რო ტრიალდება, ითვლება. მოვარჩას. რო ხტუნაობ აი ეს ტრიალებს რა. და თან გითვლის ნახეთ, ემატება რამდენი მოიმატე რაღა და რამდენი იხტუნავა. აი ჩახდეთ. აი ჩემო სიყვარულო. და ნუ მოკლედ ძალიან კარგია რა, ვისაც მთლიანად გინდათ რომ კარდიოთი გაიკლოთ. სხვათა შორის ეს ამქაც ველოსიპედს ვაკეთებ ხოლმე და ძალიან მშვენი ეგაც და კარდიო ვისაც გინდათ, აი დღეში ერთი 200 მაინც რო გააკეთოთ, აი ეს ძალიან კარგია რა, აი მთლიანი კუნთებია ჩართული და ძალიან რთულია სხვათა შორის, მაგრამ ეს აქ ვიყიდე. ესაც უნდა თვლიდეს, მაგრამ ეს არ ტრიალებს და მე გამოვიწერე ისიც კარგია, აი ესეთი მოდელი არის ძალიან კაი, იმიტომ რომ მართლა თვლის და ეს უკვე ჭედავს, მაგრამ ისე შეგიძლიათ თქვენთვის დაითვალოთ. ესეც კაია მოკლედ. ხო, კიდე გამოვიწერე, აი ესეთი ლურჯი ჩანთები მაქვს, ჩემოდნები მაქვს მე და იმაზე ზევიდან ესეთი დასამაგრებელი და სხვა შორის კარგი ხარისხი ჩამოვიდა და 1-2 ჩემოდანი მაქვს საშუალო და იმისთვის გამოვწერე და კიდე ერთიც მინდა რომ აი რაღაცებს რო ვერ ვატევ ხოლმე აი მაგალითად ფენი ან ჩუსტები ან ბოტასი რაღაცა ეგეთ რაღაცები ჩააგდე ზევიდან ძალიან პრაქტიკული იქნება და სხვა შორის ძალიან კარგი ხარისხი ჩამოვიდა და მინდა რომ ეგეთი კიდე გამოვწერო. ხო, ეს არის ჩემი რაღაცეები. და ახლა მარიამის რაღაცებს გაჩვენებთ, მარიამის რაღაცები გამოვწერე. მარიამსაც უნდა გამოჩენა და მარიამი ცოტა გაწეტილია, იმიტომ რომ თამაშობდა. Hello. გაჩენეთ ჩემ ახალი ლოგოიწერე. ვინმე ცოტა კაი წადი თამაშ და მოვალ მე ერთად ვითამაშოთ. კაი? ხო, მარიამს გამოვუწერე ესე რაღაცეები. აი ესეთი ძალიან თხელი, ესეთი რბილი სიფრიფანა კაბა, რომელიც ძალიან უხდება და სხვათა შორის ზოგადად მარიამს უწერ ხოლმე ერთი ზომით პატარებს რა, რომ ძალიან გრძელი არ იყოს და რაღაც. მაგრამ ეხლა ისე მოიმატა სიმაღლეში, რომ ისეთი მოკლე აქვსე. მაგრამ კაია, ნუ ზღვისთვის კაი იქნება. ესეთი არის მწვანე, ესეთი გრილია. და ძალიან უხდება სხვათა შორის კაბები. ნეი ესეთი ზურგით. ხო, ეს ცოტა ხნის წინ გამოვუწერე, არ ვიცი გაჩვენეთ, მაგრამ მე მგონი არა. ესეთი კუპალინგზე გადმოსაცმელი რა და მე შკოლასთან ერთად გადავიღეთ. აი აქ ვიქნები მე და ჩიკო. აი ესეთი პირსახოცი. ამას ნახეთ თავზე გვირგვინია ხატია და ქალთევზას ისახოცი რო გადმოიარჩა წასაღები. აჰა, და ეს ხო გინდოდა შენ. ძის არ დააგდო, კაი? და რაღაც კუპალინგები გამოვუწერე და თავისი ზომა ჰქონდა პატარები და მე გამოვუწერეთ ესენი. ესეთი ვარდისფერი ჰქონდა ადრე ისეს ტრენდიორიდან გამოვუწერე და ძალიან კარგი ხარისხია. აი რბილია რა, მთელი დღე რო ეცვას ზღვაზე რა, რამდენი ხანიც არ უნდა იყო არ შეაწუხებს, იმიტომ რომ ანუ ისეთია სარჩულები რო აქვს ხოლმე სქელი, ეგ ძალიან უხეშია რა ზოგადად ბავშვებისთვის და ესეთია ჩვეულებრივი.
ვარდისფერი ქონდა ესეთი და ეხლა ესეთი გამოუწარ ესეთი ფერი. Რაღაცა მოლურჯო იასამნის ფერი რაღაცა. და სხვათა შორის ძალიან რბილია და ძალიან წელვადია და ძალიან პრაქტიკულია. კიდე გამოუწერე ვარდისფერი, ესეც ტრენდიოლიდან. აი ნახეთ, მე მგონი დე-ფაქტოსია ეს თუ არა. ხო, დე-ფაქტოსი ყოფილა. ამას აქვს არჩული, მაგრამ ესეც ძალიან რბილია. თან ნახეთ რა ლამაზია. აი ესეთი და უკან ესეთი. ესეც წელვადია და კარგად აქვს რაც თავარი. მოდი დაიფარე ხუთი და ვაჩვენოთ, მოდი. Come on, მოდი. ჩქარა და ვიღებ. მოდი. კაი, მოდი. ჩქარა, თორე ძალიან დიდი ვიდეო გამოგდის, და. ცოდები მოდი. მოდი, ჩემო სიყვარულო, ნახეთ როგორ ხდება. კაი, წადი, არ დაგცხეს და. იმ დღეს ვიყავით გასულები და გიოს რომ ერთ მაღაზიაში დაინახა აი ეს კაბა და ცისარტყელას კაბა რო დაიწყო გიოს აყიდინა და მთელი დღე ესეცვა, მოკლედ აი ესეთი ლამაზი კაბა. არა მართლა ძალიან საყვარელია და ძალიან უხდება სხვათა შორის. ხო, კიდე ესეთი პრიმარკიდან გამოვწერე ესეთი ის რა ქვია. ესეთი მარწყვის ძალიან კარგი ხარისხია, სხვათა შორის ესეთი მაისური. აი ესეთი საბაზისო ჩვეულებრივი მაისურები ცხელამინში, სხვათა შორის ძალიან კარგად ვიყენებთ ესეთი ფერებში. კიდე ვარდისფერიც ხო იყო. ვარდისფერი იყო კიდე სადღაც აქვს ვიცი. ეს გამოვუწერეთ ვაიკიკიდან. და სუცრის ძალიან კარგია. ვაიკიკის ხარისხი სხვათა შორის მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს აი ძალიან გააძვირეს, არის ხოლმე სხვათა შორის უკვე ზარასფასებს უყოლდება ხოლმე ვაიკიკის ის, მაგრამ ვაიკიკის დასაცმელია, ნუ ბავშვის ხას გულისხმობ. მაგრამ რასაც ვაკვირდები, აი სხვათა შორის რაღაცეები, ბევრად ვაიკიკის ხარისხი უფრო მომწონს ხოლმე ბავშვის დასაცმელებზე. ძალიან ისეთია რა. რა ვიცი, ალბათ მთლიანად ბამბარო არის, მაგით უფრო კარგი ხარისხებია და სხვათა შორის ახლა ფასტაკლება გქონდათ ვაიკიკს. ახლა რო შეხვიდეთ, მე მგონი კიდე არის ფასტაკლებები, მაგრამ უბრალოდ ზომები აღარ არის. ყველა მიყიდა, ესეც ვაიკიკის ესეთი ვარდისფერი. ამას ნახატი არა, აქვს, რა დამახსოვდა რა ნახატი ქონდა. ესეთი ცისფერი ელასტიკი, არც ძალიან სქელი, არც ძალიან თხელია. კიდე, ამას ქონდა, ეს მახსოვდა, ამას აქვს ვარდისფერი იგივე. ესეთი, ესეც ვაიკიკის არის. და ძალიან კარგი ხარისხია, სხვათა შორის და კიდე გამოვწერე ეხლა ხანს ვაიკიკის მაისურები. სხვა შორის ძალიან მომწონს აი ეს მაისურების ხარისხი. თან ესეთი მაისურები რაც ქონდა ყველაფერი უკვე დაუცველდა და სახში ვაცმევ ხოლმე. ზოგი დაუპატარავდა. აი ესეთი. ესეც ვაიკიკის არის, ჩვეულებრივ ესეთი თეთრი მაისური. ესეთი ვარდისფერი, ესეთი საყვარელი პეპლები ახატია. კიდე ცისფერი, აი ესეთი. აუ ეს ცისფერი იმას მოუხდება, ცისფერ ელასტიკს და ესეთი ცისარტყელასის მაისური. ესეც ვაიკიკის არის. ეხლა ბაღშიც გამოადგება ეს მაისურები. კიდე გადავხედო ერთი. რამდენიმე ცალი კიდე. მაგრამ ისე მალე აგრილდება რა, მე უკვე გზეკლავიანები გამოვიწეროთ, ჯობია. ვაიკიკს სხვათა შორის საქართველოში თვითონ ქართული ვაიკიკი და რო ონლაინ ვინც იწერდით, არ ვიცი ხა ბოლო დროს ვინც გამოიწერეთ, ადრე ხო იყო რომ ერთი თვე უნდა დალოდებოდი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული საიტიდან იწერდით, თურქეთიდან ჩამოქონდათ და უფასო მოტანა იყო, ეხლა ჩვეულებრივად ქართული ვაიკიკის ონლაინ საიტზე რო შეხვალთ, გამოიწერთ, 3 დღეში, 4 დღეში მოგიტანენ. თბილისში და ძალიან კაია, იმიტომ რომ ადრე არ ვიცოდი და არ ვიცოდი თურქეთიდან რომ უნდა დალოდებოდი და რო გამოვიწერე კი სად არის? მგონია რომ აქედან თბილისიდან მოიტანონ ეს მაისურები და თურმე რა ხდება თურქეთიდან ჩამოვხდა ერთი თვე დასჭირდა მოტანას.
ალბათ ეგრე აღარავინ აღარ იწერდა და უკვე იმაშვებიან სამ დღეში 4 დღეში მოდის. ესაც ტრენდიოლიდან გამოვიწერეთ, ესაც დე-ფაქტოსი ყოფილა. ეს ბარბის ესეთი ვარდისფერი მაისური თავისი შორტით და საყვარელია. ესეთია. ესეთი. ესაც ტრენდიოლიდან, აი ესეთი ჩვეულებრივი ესეთი საყვარელი მაისური. ესეთი შორტები, ესეც ტრენდიოლიდან. ესეთი. ესეთი ვარდისფერიც ხო იყო ეს შორტი. ვაჩვენე. კი, ესეთი. ვარდისფერი და მწვანე. ესეთი. ესეთი ცოტა ისეთ შემოდგომა, ცოტა სქელი ელასტიკია, მაგრამ ეხლა შეიძლება გრილამიდში ჩაცმა. უბრალოდ რა ვიცი, ერთ თვეში ისე მოიმატა სიმაღლეში, უკვე მოკლე აქვს. ბრიჯებივით აქვს. ესეც, ესეთი მწვანე, ესეთი ზოლიანი, თეთრი შავში ზოლიანიც აქვს. მაგრამ არ ვიცი სად არის. ხო. მე მგონი მოვჭი გაჩვენეთ ეს მახალი რაღაცეები. კიდე რაღაცეები გამოვიწერე, ხა გაცინოთ, ხა ამ პერიოდში სხვაზე ხო მივდივართ და მე ზღვისთვის გამოვიწერთ თქო კიდე რაღაცა შორტი. იგივეს გამოვუწერე რაღაცა ძალიან კარგი შორტი. კიდე რაღაცა მისკი რო არის ისინი ტანის სპრეი როა სუნამოსავით გამოვიწერე ვანილისა სოლჯეიროს YouTube დამოვიწყდა რა ქვია და კიდე რა გამოვწერე ვარ მახსოვს კიდე რაღაცები გამოვიწერე და ისე მოხდა რომ როგორც ჩანს ეს სუნამო დაბლოკეს თუ რა იყო არ ვიცი და ანუ საბაჟომ დაბლოკა არა და აი დედიკო ახლა კაი მოვალდები ერთად ვითამაშოთ ხო მე რა გადაიხო კა მოკლედ ანუ ეს სითხე დაბლოკეს თუ რა იყო ნუ არ ვიცი და გამოუშვეს საზღვაოდ და ჩამოვა სექტემბრის ბოლოს ან სექტემბრის 14-ში ყველაზე ადრე და არა და გამოვწერე ოფისში მიიტანეს, ქართულ ოფისში მიიტანეს 23 ივლისს. და სექტემბერში ჩამოვა. არ მახსოვს კიდე რა გამოვწერე. ხო, რაღაცეები გამოვწერე კიდე. ჩანთა, ნუ არ მახსოვს, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს და რაღაც 7 თუ 8 ნივთი მაქვს გამოწერილი, რა, საზღვაოდ რაღაცეები და ეს სექტემბერში, სექტემბრის ბოლოს, ყველაზე ადრე სექტემბრის 14-ში ჩამოვა. დავრჩი ესე, მაგრამ არა უშავს ისეთი არაფერი არ მაქვს რო რაღაცა. პრობლემა იყოს, მაგრამ რატო უბრალოდ როცა წერია რომ 300 მილიგრამამდე შეიძლება ნებისმიერი სითხის გამოწერა მეტუმეტეს სუნამო ეხა რა არის არაფერი ისეთი. არ უნდა დაებლოკათ წესით, მაგრამ ნუ ხო იცით როგორ არის ეს გადამზიდების სულ აქვს ეგეთი პრობლემა. უბრალოდ ეს შემთხვევა მართლა არ მქონია 2 თვე 2010 წლიდან ვიწერ რაღაცეებს, ყველა საიტიდან გამომიწერი, აქეთ ვასწავლის ხებს გამოწერას და 1000-ნაირი შუამავალი კომპანია გამომიყენებია, გადამზიდი კომპანიები და ვიცი რა, რომ ეხა მაქსიმუმ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ერთი თვე დაჭირდეს, ეხა ერთი თვე არც ჭირდება, რა ვიცი, საიდან უნდა გამოიწერო, ჩინეთიდან აღარ ჭირდება უკვე ერთი თვე ჩამოტანას და ჩამოვა ერთ თვეში, მაგრამ არა უშავს. ცოტა გამხიარულდი, მე მგონი ძალიან კარგი ვიდეო გამოგვივიდა და სახალისო არის. ყოველთვის მეზარებოდა ხოლმე ეს რაღაცების ჩაცმა, რაღაც ახალი ნივთებისა, მაგრამ ეხლა ძალიან გავხალისდი. ეხლა ამებს კარგად დავალაგებ, დავკეცავ. თან გავხალისდი, იმედია თქვენც ენადამება გაგახალისეთ და მომნატრებია ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ბოლო დროს მეზარება და არ ვიცი რაღაცნაირად წამახალისეთ. და ლაიქეთ ცოტა ვიდეო, ან დამიტოვეთ კომენტარი, როგორ მოგეწონათ ნივთები, ან რომელი მოგეწონათ განსაკუთრებით და თუ რაიმე დაგაინტერესებთ, რა ვიცი. მომწერეთ Instagram-ზე და ჩაგიგდებთ ლინკს. მაგრამ უმეტესობა ტრენდიოლიდან არის გამოწერილი, ხო? ამერიკიდან ტრენდიოლიდან.
ხო, ტრენდიოლზე ეხლა ეს მინდოდა მაგალითად ესენი რახან დაუმოკლა სექტემბრისთვის თქო ბაღისთვის ცოტა დიდი ზომები გამოვწერეთ 2 ზომით დიდი, იმიტომ რომ ეს უკვე ერთ თვეში უკვე ის ექნება, ძალიან დაუმოკლდება რა, რო აგრილდება, იმიტომ რომ თან თვითონ ნაჭერი საკმაოდ სქელით ჩამოვიდა ახლა შიგნიდან, აი კალგოტკაზეც შეიძლება რომ ჩაიცვას რა, ბაღში ვიძახი სიტყვაზე, მაგრამ ამ ლინკზე აღარ არის ესენი და რა ვიცი მე რა უნდა მოვძებნო სხვა შორის ტრენდიოლმა დაამატა სურათით მოძებნა და რაღაც ნებისმიერ ნივთს რო გაინტერესებს, შეგვიძლია სურათით მოძებნოთ. ეხლა აი სულ მავიწყდებოდა სურათით უნდა მოვძებნო, იმიტომ რომ ესეთი ხარისხი რა, დიდი ზომები რო გამოვუწერო. ეს არის. ბაღისთვის ძალიან კარგად გამოიყენებს ამებს რა. ხო. სულ ეს იყო მეგობრებო. მადლობა რომ გიყურეთ. დროებით ბედნიერი დღე ყველას და ძალიან მიყვარხართ და ძალიან მადლობა რომ უკვე ამდენი ხანია მომყვებით რა, განსაკუთრებით იმათ, აი დაახლოებით 400-300 ადამიანი ერთი და იგივეა, ვინც ყოველთვის მიყურებს და ყოველთვის ჩემს გვერდით არის და ძალიან მიხარია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ჩემი არხი და ბევრი გამომწერები არის მემატება, მაინც ისეთია რა, ბევრი გამომწერი ხა პატარა ვიდეოებს რო ვტვირთავ ხოლმე მარიამის ვიდეოებს მინდა რაღაცნაირად შევინახო ხოლმე თან და შორთებად ვტვირთავ ხოლმე და ნუ იქ ვნახულობ რომ უმეტესობა იმ შორთებიდან ვინც იწერს ჩემ არხს არიან უცხოელები და ანუ ხა უცხოელები მაინც ესეთ ყოველდღიურ ვიდეოებს ესე რაც ვუდებ იქ დარწმუნებული ვარ რომ არ მიყურებენ და აი ანუ ძირითად მაყურებელს გულისხმობ რა ქართველებს ვინც თვალს მატევნებს არის 300-400 მართლა ერთგული მომხმარებელი იმიტომ რომ ეს საცილო ხართ მოდი რა გაჩვენო ვიდეოში მათი ძმები როგორ გაგებუ ლაუკენით მეებს გოგო წილიც როყა ილაც როყა სამასობროთ ესე ქიმის ნაკრების არის კი ვაიმე დასკული და უნდა ახტეზე მოთა და ძალიან მადლობა უნდა ხო და ნელა და თვალში არ ჩაგინის კარტოს ეგრეთ თვალი არ მეუტანო ახლოს კაი და ძირითადი ეგრე არა და შეშინდება კაი არა და როგორ შეიძლება არის როლე დიდია და ეთკინება კაი ხო შევაგდოთ ახლა გალიაში კაი და უკლედ ძალიან დიდი მადლობა რა აი ვინც მართლა ყოველთვის მიყურებენ თან ხედავ ხოლმე ახლა ხო ჩანს ჩემი გამომწერები ანუ აქვს რა დაემატა ეს ფუნქცია ჩემი გამომწერები ვინ უფრო ხშირად მიყურებს ვინ უფრო ხშირად აკომენტარებს ამ ყველაფერს ხედავ და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და ასევე ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ დროებით